დავიწყოთ ლაპარაკი იმ გზავნილებით, რომელიც დღეს საზოგადოებამ მიიღო ხელისუფლებისგან, გამოწვევა რუსოფობია, მტერი deep state და სამიზნე და კითხვები დასავლეთთან. ევროკავშირი ნამდვილად იყო კითხვების ადრესატი, მას შორის გაწეული მხარდაჭერის გაზომვით, ხო, ომის შემდგომ პერიოდში და ასე შემდეგ. ასევე საწვავის საკითხი, რომელსაც საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოყვა ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრში, თქვენამდე გვარამია საუბრობდა, რომ აი გაკეთდეს განმარტება, რომელი კომპანია რა მიზნებს ხმარდება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. რა სიტყვით თქვენ აი ამ ნაწილზე კონკრეტულად ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებაში განმარტავენ ბოლო ინფორმაციით, რომ საწვავის ბაზრის მონაწილეებმა მოახერხეს საქართველოსთან მიწოდების შესაძლებლობის პოვნა და ამას ხელს არ შეუშლიან. მოგესალმებით, თავისუფლება სინდისის პატიმრებს, რამდენიმე მიმართულება შეიცავს თქვენი შეკითხვა. ბოლოთი დავიწყოთ, ამიტომ საწვავით დავიწყოთ კი ბატონო. ახლა ჩვენ კარგად მოგვეხსენება, რომ 1993 წლის შემდეგ, მას შემდეგ რაც დასრულდა აფხაზეთის ომი, ქართულ სახელმწიფოს აქვს პოლიტიკა, რომ საოკუპაციო ხაზს მიღმა აფხაზეთის და იქ არსებული მოსახლეობისთვის ჰქონდეს გარკვეული შეღავათები, იქნება ეს სამედიცინო შეღავათები, იქნება ეს ენერგეტიკული დახმარება თუ სხვა, ეს არ ეხება მხოლოდ გალში მცხოვრებ ეთნიკურად ქართველებს, არამედ ყველას, ეს არის საქართველოს დეკლარირებული პოლიტიკა, მშვიდობიანი პოლიტიკა. თუმცა ის რაც განაცხადა დღეს ირაკლი ყობახიძემ, ჯერ ერთი შეიცავს ძალიან ბევრ ბუნდოვანებას. მან ხელი გაიშვირა კერძო სექტორისკენ. მან თქვა, რომ კერძო კომპანიებს შეაქვთ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავი. ჩვენ კარგად მოგვეხსენება, რომ აფხაზეთის დღევანდელი ტერიტორია პრაქტიკულად არის რუსეთის გამგებლობის ქვეშ, მიუხედავად იმისა, რომ იქ მარიონეტული de facto რეჟიმია. ჩვენ ვიცით, როგორი კრიზისი არის, საწვავის კრიზისი არის დღეს მთლიანად რუსეთში და ბუნებრივია ჩნდება ლეგიტიმური ეჭვები. ჩვენ არ გვაქვს მეტი ინფორმაცია, ჩვენ ვიცით, რომ რიგები არის საწვავის თვითონ რუსეთში. რა თქმა უნდა, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება იმის გამორიცხვაც, რომ აფხაზეთის ტერიტორიის გავლით რუსეთში არის საწვავი გადინებული. კიდევ ერთხელ ხაზი მინდა გაუსვა იმას, რომ ერთი არის ჰუმანიტარული დახმარება, ასე ვთქვათ, იქ მყოფი საოკუპაციო ხაზს მიღმა მყოფი ჩვენი თანამოძმეებისთვის, მაგრამ მეორე არის ის, რომ იქ არის რუსული ჯარი, იქ არის სეპარატისტული სამხედრო შენაერთები, რომლებიც არიან ჩართულნი უკრაინის ომში, იბრძვიან უკრაინელების წინააღმდეგ, მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ და თუ ეს საწვავი ხმარდება ომის მიზნებს, რუსეთის ფაშისტური ფედერაციის დამპყრობლური ომის მიზნებს, ეს არის განგაშის საფუძველი. როგორც მინიმუმ ჩვენ უნდა გქონდეს საზოგადოებას უფლება აქვს, რომ იცოდეს მეტი სიცხადე და მეტი ინფორმაცია იმაზე, თუ რომელი კომპანიები არიან ისინი, გააქვთ საოკუპაციო ხაზს მიღმა. და დანიშნულება რა არის? დანიშნულება და საბოლოო მიმართულება როგორ ხდება ამისი ათვისება. აი, პირველი ნაწილი რაც ვახსენე, ის რუსოფობია და სხვა საკითხები, რაც იყო დღეს პრემიერის ბრიფინგის შინაარსი. აი, ამ ნაწილზე მინდა კითხოთ, ის ამბობდა, რომ მათ შორის აი ორგანიზებული რუსოფობიის მიღმა არის მიზანი, რასაც ეწევაო deep state და იცით, რომ ყველას ეძახიან კოლექტიურ ნაცებს და deep state-ის აგენტებს და ასე შემდეგ, რომ აი მოხდეს რუსი ტურისტების განდევნა, ეკონომიკის ჩამოშლა და ნუ ბოლოს ომი, ხო, ესე იყო ნახსენები და აი ამ ნაწილზე რა სიტყვით კონკრეტულად, იმიტომ რომ აი ამ როდესაც ალტერნატივაზე ლაპარაკობს, ანუ ამაზე ამბობს, ხო, ანუ მე ვარ ის, ვინც ამას აკავებს და ამიტომ სულ მე უნდა ვიყო. ამას ამბობს, აი თქვენ როგორ სულ მე უნდა ვიყო, იმიტომ რომ არ არის სხვა, ვინც ამას უზრუნველყოფს და ვინც არის, თქვათ, ის არის საფრთხის წყარო. აი თქვენ ფიქრობთ თუ არა, რომ აი ამ გზავნილების განეიტრალება არის მნიშვნელოვანი და სწორი მესიჯების მიტანა საზოგადოებამდე იმ ფონზე, რომ თქვენ ხართ ის პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც არჩევნებში მონაწილეობს და მუდმივად უნდა ფიქრობდეს ელექტორალური მხარდაჭერის ზრდაზე, ხო? და ამ პროპაგანდის დაპირისპირებაზე. აი ამ ნაწილზე რა სიტყვით კონკრეტულად? ირაკლი ყობახიძემ დღეს გააგრძელა ის კასკადი, რომელსაც ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ასე აქტიურად
ავრცელებს პროპაგანდის და ბინძური ტყუილების სახით. მან არისაუბრა ომის დღეები არის, ხო, ტრაგიკული მოვლენების წლისთავია, 18 წლისთავია და ამ დღეებში არა თუ არ ერიდება, არამედ გამიზნულად საუბრობს რუსეთზე, არა ხსენებს რუსეთს როგორც ოკუპანტს, არ ახსენებს რუსეთს როგორც მტერს, არ არქმევს მას ამ სახელს, მაგრამ ოკუპირებული აქვს არის ოკუპირებული გასაგებია. მტრად არ ახსენებს, დიახ, ამბობს, რომ ეს ხდება პოლიტიკური განაცხადი. ირაკლი კობახიძე არის ის კაცი, რომელიც საოკუპაციო ხასთან არ არის ნამყოფი და ეს სიამაყით აქვს ნათქვამი, ხო, რა ვიცი, როგორც მინიმუმ ხმამაღლ იტყვის სხვა კონოტაცია, როგორ უნდა ამოიკითხო ამ ყველაფერში. ირაკლი კობახიძე არის ის კაცი, რომელმაც თქვა, რომ მტერი დიახ ყავს საქართველოს, მაგრამ ის არის არა რუსეთი, არამედ არის deep state-ი, იგივე გლობალური ომის პარტია, კოლექტიური ნაცები, თურმე თქვენი კოლეგა ჟურნალისტებიც ყოფილან და აი ეს არის ის, რაც ჩვენ მართალია არ გვიკვირს, მაგრამ რაც ახალი იყო ბოლო დღეების მათი თავაზებული ნარატივი, ეს გახლავთ საშიში ტერმინის რუსოფობიის გამოყენება. რუსოფობია ეს არ არის უბრალოდ რაღაცა სამეცნიერო ტერმინი, ეს არის რუსული იმპერიალისტური პოლიტიკის ერთ-ერთი ვერბალური მექანიზმი, რომლის სახელითაც, რომლის წინააღმდეგ ბრძოლის დროშითაც რუსეთი საუკუნეების განმავლობაში აწარმოებდა დაპყრობით ომებს და ახლაც აგრძელებს ამას. გარდა ამისა, მან ძალიან საშიში რამ განაცხადა გეორგიევსკის ტრაქტატთან დაკავშირებით, მან შემოიტანა ის ნარატივი, რომ თურმე გეორგიევსკის ტრაქტატმა მე-18 საუკუნის ბოლოს გადაარჩინა საქართველო. ეს არის ის ნარატივი, რომელიც რუსეთის იმპერიამ, მეფის რუსეთმა და ჯერ კიდევ ეკატერინე მეორის დროს ჩადო თაობებისთვის ტვინის გამოსარეცხად. მათ გადაწერეს ისტორია, მათ არასწორად შეაფასეს ჯერ ერთი ეს დადება გეორგიევსკის ტრაქტატისა და ასე ისწავლებოდა მეფის რუსეთის დროს ისტორია, ასე ისწავლებოდა საბჭოთა კავშირის დროს ისტორია და ამ შეფასებაში ირაკლი კობახიძე დაუპირისპირდა საქართველოს ერის მამას ილია ჭავჭავაძეს ამ შეფასებაში, ის დაუპირისპირდა ივანე ჯავახიშვილს. ეს რაც შეეხება დადების ტრაქტატის დადების შეფასებას. გარდა ამისა, მან თქვა ისტორიული ტყუილი და მე წამოღებული მაქვს აი აგერ თქვენს ეთერში გეორგიევსკის ტრაქტატის ტექსტი, აგერ არის ერეკლე მეორის პორტრეტი, რომელიც მათ უკიდიათ ბევრ მათგანს კაბინეტებში, რომელიც აქვე მინდა დავაფიქსირო, ჩემი ბავშვობის კუმირი მეფეა, ისევე როგორც ასობით ათასი ქართველის, მაგრამ იმიტომ რომ ერეკლე მეორე იყო მებრძოლი მეფე, იმიტომ რომ ერეკლე მეორე იყო აჯიჩალაბის, აზატხანის, ნურსალბეგის შემოსვლელი, ასპინძის ომის გმირი, კრწანისის ომის გმირი, 75 წლის მეფე რომ იბრძოდა ხმალშემართული. ეს ის ხალხია სხვათა შორის, რომელთაც ხმალი წაართვეს ერეკლე მეფეს, გასულ წელს გახსოვთ თქვენ რომ დადგეს ერეკლე მეფის ძეგლი, რომელსაც აი თავისი ცნობილი ხმალი სახელით რო ვიცით, ხო, ავი მუსაიფი გამოართვეს ერეკლეს. უხმლო ერეკლე ვის გაუგია ხალხო საერთოდ. აი ეს ის ხალხი არის ერეკლე მეორესზე კაპიტალიზებას ცდილობენ თავიანთი რაღაც ურაპატრიოტული ბინძური პროპაგანდით, მაშინ როდესაც ერეკლე მეფე იყო ნამდვილად გმირი მეფე, მებრძოლი მეფე, რომელსაც არ ეშინოდა მტრისთვის, არათუ მტრის სახელის დარქმევა, არამედ თვითონ ეკვეთებოდა ხოლმე მტერს, მაგრამ მას ჰქონდა გარკვეული ნაბიჯები გადადგმული, რომელიც არის გეორგიევსკის ტრაქტატის დადება. მოტივი რა იყო ერეკლესი, რა თქმა უნდა იყო კეთილშობილური, რა თქმა უნდა მას სურდა მშვიდობა და რა თქმა უნდა მას სურდა საქართველოს გადარჩენა და სხვათა შორის, აი რუსული ისტორიის გაგრძელება რომ არის, ქართული ოცნება, ერეკლე მეორე სხვა გზებსაც ცდილობდა საქართველოს გადასარჩენად, რომ გამოენახა და ავსტრიის ხელმწიფისთვის იმპერატორ იოზეფ მეორისთვის ემისარი ჰყავდა გაგზავნილი, რომელიც რუსებმა მოკლეს. ამას არ გასწავლიან? რა თქმა უნდა, თქვენ ეთყობა არ გისწავლიათ ეს ისტორიაში და მე მინდა უბრალოდ ვამხილო ირაკლი კობახიძე ტყუილში და ვამხილო ილია ჭავჭავაძესთან დაპირისპირებაში. არის გეორგიევსკის ტრაქტატში საიდუმლო ეგრეთ წოდებული სეპარატული არტიკულები, რომელიც ამბობს, მაგალითად მეორე არტიკული, რომ ორ ბატალიონს
მუდმივად გამოგზავნის ქართლ კახეთში, რომლებიც იქნებიან ერეკლე მეორის სამსახურში. მესამე არტიკული პირდაპირ ამბობს, რომ ომის შემთხვევისთვის მთავარი მოსაზღვრე უფროსი მისი იმპერატორობითი უდიდებულების მხრიდან უფლებამოსილი უნდა იყოს მის უგანათლებულობასთან, ქართლის და კახეთის მეფესთან შეთანხმებასა და ზომების მიღებაზე აღნიშნული მიწების დაცვისა და მოწინააღმდეგის წინააღმდეგ მოქმედების თაობაზე. მეოთხე არტიკული, რომელიც პირდაპირ ამბობს, რომ ომის შემთხვევაში მიმართოს უნდა ყველანაირ მცდელობას იარაღით დახმარებისთვის, ხოლო მშვიდობიანობის დროს იმ მიწების დასაბრუნებლად, რომელიც ისტორიულად ეკუთვნოდა ქართლს და კახეთსო, რომელიც შესრულდა ირაკლი კობახიძე დღეს რო გვატყუებდა, რომ ერეკლე მეორე სანამ ცოცხალი იყო, მან უზრუნველყო, რომ გეორგიევსკის ტრაქტატი, უკვე დადებული ტრაქტატი აღსრულებულიყო. ესენი როდის შესრულდა? მეორე წელსვე დაიწყო შემოსევები 1784 წელსვე. 1785 წელს ომარ ხანი შემოესია საქართველოს განმეორებით 87 წელს და ის 2 ბატალიონიც გაიწვია რუსეთმა. და ყველაზე მთავარი 1795 წელს აი იმ კრწანისის ბრძოლაში, რომლის გმირიც იყო ერეკლე მეორე, სად იყვნენ რუსები, როდესაც გარსევან ჭავჭავაძე თვეებით ადრეს წერდა ამ საფრთხის შესახებ, სად იყვნენ? რა თქმა უნდა, რუსებმა ძალიან კარგად უწყოდნენ, რაც მოხდებოდა საქართველოში, მათ პირდაპირ დაარღვიეს ეს მუხლები. ხო ამბობდა 2008 წლის სამშვიდობო შეთანხმებაზე, რომ 20%-ო საქართველოს სასარგებლოდ იყო არისო დადებულიო და 80% რუსეთისო. აი ამ გეორგიევსკის ტრაქტატში, რაც იყო საქართველოს სასარგებლოდ დადებული, არც ერთი არ შეასრულა რუსეთმა, დაასუსტა საქართველოს და შემდეგ მიიერთა და ეს არის რუსეთის პოლიტიკა, რუსეთი არ იცვლის ზნეს. ასე იყო ეკატერინე მეორის დროსაც, პავლე პირველის დროსაც, ალექსანდრე პირველის დროსაც, ყველა მომდევნო მონარქის დროს, ლენინ, სტალინ, ორჯონიკიძეების დროსაც და ასე არის დღევანდელი პუტინის დროსაც. რუსეთი არ ასრულებს არაფერს, ეს არის რუსეთის იმპერიალისტური პოლიტიკის გენეტიკურ კოდში ჩაწერილი. ეს არის მათი პოლიტიკური დნმ და დღეს ირაკლი კობახიძე აკეთებს იმას, რაც სურდა რუსეთს. რუსეთი არასდროს ყოფილა საქართველოს მეგობარი, არც ერთ პერიოდში ჩვენი ისტორიისა ის ყოველთვის იყო მტერი, ხანდახან იყო აგრესორი ღია, ხან იყო ცხრის ტყავში დამალული მგელი. ალექსანდრე კახთა მეფის დროიდან მოყოლილი, მე შეიძლება ბევრი ვისაუბრო ისტორიაზე, მაგრამ ისინი ცდილობენ ჩვენი ისტორიის ფალსიფიცირებას და ამის ინსტრუმენტალიზებას რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ და ქართულ ეკლესიასაც და დავასრულებ ბოდიში, სწორედ გეორგიევსკის ტრაქტატით მათ დაუკარგეს და შეუქმნეს საფუძველი, რომ დაეკარგა ის ადგილი დიპტიქში მართლმადიდებელი ეკლესიების, რომელსაც ილია მეორე თავისი ღვაწლით ცდილობდა რომ დაებრუნებინა. აი ეს არის ვითომ მათი ეროვნული პოლიტიკა სინამდვილეში. ივანე ჯავახიშვილიც ამას იძახდა და ილია ჭავჭავაძე 1893 წელს რომ არ უნდა აღინიშნოსო 100 წლის თავიო გეორგიევსკის ტრაქტატისო, იმიტომ რომ რუსეთის იმპერიასთან დაკავშირება იყო თვით ქართველი ერის სიკვდილი და არა ის რაც თქვა ირაკლი კობახიძემ და რა თქმა უნდა ილიას გზა სხვა გზაა და ბიძინას და კობახიძის გზა სულ სხვა. და რა არჩევანი ჰქონდა? რა არჩევანი ჰქონდა ერეკლე მეორეს? ეს კიდევ ერთხელ ვამბობ, იყო ის мотивация, კეთილშობილური мотивация, რომელიც მას ჰქონდა და დასავლეთისკენაც ეჭირა ბუნებრივია თვალი, მაგრამ მას შემდეგ რაც ტოტლებენის ღალატი ნახა, მას შემდეგ რაც ნახა რომ 1787 წელს უღალატეს რუსებმა, ბოლომდე მაინც ჰქონდა გულუბრყვილოდ, როგორც ივანე ჯავახიშვილი იძახის, ვინმემ რომ არ თქვას, რომ ეხლა სიორიძე ერეკლე მეორის დაკნინებას ცდილობსო. კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს ჩემი კუმირი მეფე იყო, არც ერთ ქართულ მეფეზე ამდენი თქმულება, ლექსი და სიმღერა არ დაწერილა, მაგრამ უნდა გითხოთ რაღაც. დიახ, მაგრამ ეს იყო ის სამწუხარო შედეგი, რომელიც გამოიღო რუსულმა იმპერიამ. ერეკლე მეორეს ჰქონდა კეთილშობილური მიზნები. კარგით, ახლა ბოლოს მინდა გითხოთ, ძალიან ბევრი დრო აღარ გვაქვს, აი თქვენი იდეა რა არის? აი ამ ყველაფერთან დაკავშირებით, ანუ მე ვგულისხმობ აი რუსეთთან, თქვათ სამომავლო ურთიერთობების საკითხს თუნდაც, იმიტომ რომ ეხლა რატო არის ეს მნიშვნელოვანი? იმიტომ რომ აი ამ საკითხზე აგებს ოცნება ხშირად თავის ნარატივებს, ხო? რომ ჩვენ ვართ
მშვიდობის წყარო, სხვა ომის წყარო და თქვენ თვლით თუ არა მნიშვნელოვნად, რომ შემდგომი ვითარების პერსპექტივაზე იყოს საუბარი, თუ რისი წყაროა ესა თუ ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ამბობს, რომ მას შეუძლია ჩაანაცვლოს ხელისუფლება, მაგრამ ამავდროულად მოიტანოს მშვიდობა და განვითარება და ევროკავშირის პერსპექტივა ქვეყნისთვის. აი ამ ნაწილზე რა სიტყვით? ირაკლი კობახიძე და ქართული ოცნება არანაირი მშვიდობის წყარო არ არის. როგორი მშვიდობაც არის ქოცური მშვიდობა და როგორი მშვიდობაც არის რუსული მშვიდობა, ჩვენ ძალიან კარგად ვნახეთ. თქვენ ხედვაზე გვითხრათ. ჩვენი ხედვა არის ის, რომ საქართველოს და ქართველი ხალხის მიერ არჩეული კურსი, ევროატლანტიკური კურსი უნდა გაგრძელდეს, რაც წერია საქართველოს კონსტიტუციაში, მის 78 მუხლში. როგორი არის დასავლური და ცივილიზებული მშვიდობა, ჩვენ ვნახეთ ჩვენს მეზობელ სომხეთში, რომელმაც არათუ მშვიდობა მოიპოვა ამერიკის შეერთებული შტატების და მისი პრეზიდენტის უდიდესი ძალისხმევით, არამედ მოიპოვა სტრატეგიული მნიშვნელობის ეკონომიკური გარანტიები, უსაფრთხოების გარანტიები და ვნახეთ რამდენიმე დღის წინ მსოფლიო ტექნოლოგიური გიგანტი NVIDIA როგორ ამხელა ინვესტიციას დებს მასში. რა თქმა უნდა, მშვიდობიანი, რეალური მშვიდობა არის ის, რაც სურს ქართულ ხალხს და ამას ვემსახურებით ჩვენ. როგორი არის ჩვენი ბრძოლის მოკლევადიანი სტრატეგია, რა თქმა უნდა, პირველ რიგში პოლიტიკის კეთება და პოლიტიკის კეთება ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უნდა ვემსახურებოდეთ ამ ქვეყნის მოქალაქეებს, რომლის მთავარი გამოწვევაც არის ახლა რუსული რეჟიმის დამარცხება. როგორი არის ჩვენი პოლიტიკური ბრძოლის მეთოდები? ყველა ის კონსტიტუციური მეთოდი, რომელიც გულისხმობს ბრძოლას. ეს იქნება ბრძოლა არჩევნებზე, ეს იქნება ბრძოლა ინსტიტუციური სასამართლოში, მათ შორის და აქვე მე მინდა თქვენს გადაცემაში პირველად გავაჟღერო, რომ ძლიერ საქართველოს ლელოს აქვს მომზადებული კონსტიტუციური სარჩელი ემიგრანტებისთვის საარჩევნო ხმის უფლების აკრძალვის თაობაზე, რომელსაც შევიტანთ ცოტა ხანში სასამართლოში. ეს არის ბრძოლა, რომელიც და რა შედეგზე გახვალთ, რა შედეგზე გავალთ, ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში ძალიან მალე გამოჩნდება. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ჩვენ ამ სასამართლოს იმედი გვაქვს, ან იმის იმედი გვაქვს, რომ ბიძინა ივანიშვილი და ქართული ოცნება თავის ზნეს შეიცვლის, გაკეთილშობილდება და ყველაფერს უბრძოლველად დათმობს. ეს არის რეჟიმი ხალხო და რეჟიმს უბრძოლველად არაფრის დათმობა არ სურს, არ აპირებს, მაგრამ არც ჩვენ ვაპირებთ, რომ ბრძოლის გარეშე დავთმოთ რამე, ისევე როგორც ამას აკეთებდა ერეკლე მეორე. არ დავთმობთ არაფერს, ვიბრძოლებთ ინსტიტუციურად, ვიბრძოლებთ საკრებულოებში, ვიბრძოლებთ მშვიდობიან აქციებზე, ვიბრძოლებთ ჩვენს საგარეო დასავლელ პარტნიორებთან სწორი კომუნიკაციის მეშვეობით და აუცილებლად დავამარცხებთ ამ რეჟიმს.